მოგესალმებით, ისინი ვინც ხართ დაბადებულები 2 რიცხვში, თებერვალში 23-დან 29 რიცხვამდე, მაშინ არასქროლოთ. დღეს ვაგრძელებ ენერგიების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას თქვენთვის და ვისაუბრებ მეორე ენერგიის შესახებ. 2 რიცხვში დაბადებული ადამიანების დადებითი თვისებებია ის, რომ ხართ ძალიან ჰარმონიულები, ბალანსირებულები, ყველგან შეგიძლიათ მოიტანოთ ჰარმონია, სიმშვიდე და ბალანსი, ხართ დიპლომატიურები, თქვენში ეს დიპლომატია არის ბუნებრივად ჩადებული დაბადებიდანვე, ნებისმიერ საკითხში არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება, ყველგან შეგიძლიათ დიპლომატიური გადაწყვეტილებები მიიღოთ და მოაგვაროთ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ. ასევე გაქვთ ძალიან ძლიერი ინტუიციის ძალა, ამიტომ ყოველთვის მოусმინეთ თქვენ შინაგან ხმას, ის არის თქვენი ყველაზე ძლიერი დამხმარე. შეგიძლიათ ადამიანები ამოიცნოთ, გაქვთ გამჭოლი მზერა, ხართ იდუმალები, თქვენ კი შეგიძლიათ ხალხის ამოცნობა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თქვენ ხართ სხვებისთვის ძალიან გაუგებრები, რადგანაც ხართ იდუმალები. გიყვართ ყველაფრის დაკვირვება, ყველაფერზე დაკვირვება, გადაწყვეტილებებს იღებთ ძალიან დიდი ფიქრის შემდეგ, 100 ჯერ დაფიქრდი და ერთხელ გაჭერიო, ზუსტად თქვენზეა ნათქვამი, რადგანაც ყველაფერი უნდა აწონოთ, დაწონოთ, დააბალანსოთ და შემდგომ მიიღოთ გადაწყვეტილება. თუ მაგალითად მოხვდით ისეთ სიტუაციაში, რომ ხედავთ რომელიმე ადამიანი სადმე მაგალითად სუფრაზე ან სადღაც საზოგადოებაში ზის და ყველაფერს აკვირდება. ჩათვალეთ, რომ ეს ადამიანი არის 2 რიცხვში დაბადებული. რადგანაც ისინი ცდილობენ არ არიან ძალიან დიდად კომუნიკაციის მოყვარულები, უფრო უყვართ მეორე პოზიციებზე ყოფნა და ყველაფრის დაკვირვება. და ამიტომაც გაქვთ ეს უნიკალური ნიჭი, რომ თქვენ ამჩნევთ იმას, რასაც ბევრი ვერ ხედავს. ზუსტად ამ დაკვირვების ხარჯზე. გაქვთ ძალიან კარგი მეხსიერება. მაგალითად ვარ მე 27 რიცხვში დაბადებული და ჩემი ორიანი ყოველთვის მეხმარება, რომ ფოტოგენურად დავიმახსოვრო ისეთი რაღაცეები, რაც შეიძლება ბევრმა ვერ შეამჩნიოს. ამიტომ ესეც ძალიან კარგი ძლიერი მხარეა თქვენი მეხსიერება, დაკვირვება. ლიდერულ პოზიციებზე არ გიყვართ მუშაობა, გირჩევნიათ ყველაფერი კულისებიდან მართოთ. ლიდერები არ ხართ, მაგრამ უთქვენოთაც არაფერი არ კეთდება. ნეგატიური მხარეებია